საქართველოში კვების რამდენიმე ობიექტი და კომერციული დაწესებულებები დაიხურა. მის მიზეზი სანიტარული ზედამხედველობის და სურსათის უვნებლობის სამსახურის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც აღნიშნული ობიექტები შეამოწმა. რა მდგომარეობა ამ მხრივ კახეთში? მოვაჭრების განცხადებების მიუხედავად, რომ ხშირია როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური შემოწმებები, მოქალაქეები ბაზარში არსებული სანიტარული მდგომარეობით მაინც უკმაყოფილოები არიან. თემის დეტალები ნახეთ ერეკლე ცოცანიძის რეპორტაჟში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბოლო პერიოდში საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კვების ობიექტი და კომერციული დაწესებულება დახურა. ტელეკომპანია თანამგზავრი დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ კახეთში და კონკრეტულად თელავში. ამ მიზნით აგრარულ ბაზარს მივაკითხეთ. როგორც ხორცპროდუქტების გამყიდველები აცხადებენ, სხვადასხვა სტრუქტურები პროდუქტს სისტემატიურად ამოწმებენ. ჯერ ყოველდღე ბაზარში ექიმი დადის. ყოველდღე. მაგას თავი გავალებოდი. დადის რაიონის ექიმი, დადის თბილისის ექიმი. და სადღაც 4-5 წევრიანი შემოდგენილობით მარტო კი არ დადის კაცო. ჩვენ რო დავკლათ სადმე და მოვიტანოთ, უფლება არ გვაქვს. თუ შეგვიძლია ვიყიდოთ, წავიყვანოთ იქ, უნდა გამოიღოს ერთი ღამე, დავკლათ მეორე დღეს წამოიღოთ. მაგრამ რადგან რეალიზაცია ნაკლებია, ამიტომ ვცდილობთ რომ წამოიღოთ იქიდან და შესაბამისად არჩეული ხორციც მოგვაქვს. რაც შეეხება იმას რა ქვია სურსათის უნებლობის სამსახურს, რამოდენიმე დღის უკანაც იყვნენ ბაზარშიც იყვნენ შემოსული, შეამოწმეს ობიექტები, ვისაც ჰქონდა ესე იგი ეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ფიზიკური მდგომარეობა იყო ხორცის შემოწმების. მოვაჭრეების განცხადებების მიუხედავად, რომ ხშირია როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური შემოწმებები, მოქალაქეები ბაზარში არსებული სანიტარული მდგომარეობით მაინც უკმაყოფილოები არიან. სულაც არ მაყოფილებს. არ მაყოფილებს. არანაირად არ მაყოფილებს. ანუ ცუდად არის სანიტარული მდგომარეობა, ჩემი აზრით გავიხადოთ, მე მგონი ყველა ამაზეა. სანიტარული ნორმები როგორც ყველგან აქაც ისეთია, როგორც საქართველოში ალბათ ყველა ბაზრებში. ჩვენმა კამერამ დააფიქსირა თევზით მოვაჭრეთა დახლი, რომელზეც მოვაჭრეებმა პროდუქტის უნებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს. თევზი ეხლა შემოვიდა და ჯერ შარშან ამოწმებდნენ კი. და გვაქვს ხოლმე საბუთი, საიდანაც მოგვაქვს, იქიდან საბუთი გვაქვს. აი ხა გააქვს საბუთი შეგვიძლია. მე მგონი ბორისის საბუთი გაქვს თევზის წამოღებული? აქ არა გაქვს? უსაბუთოდ არასდროს არ შეიძლება არ მოღწევენ იქიდან. როგორც ცნობილი გახდა, თელავის ბაზარში კიდევ ერთი პრობლემა თვითნებურად მოვაჭრეები არიან, რომლებიც დახლის გარეშე ვაჭრობენ, რაც სხვა მოვაჭრეთა პროტესტს იწვევს. ერთ-ერთმა თვითნებურად მოვაჭრემ თავდაპირველად ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ბაზარში დახლებზე ადგილი არ იყო. თუმცა გარშემოუყოფთა მითითების შემდეგ თქვა, რომ ადგილი, სადაც დახლი თავისუფალია, მას არ მოსწონს. არ შვებენ დახლზე. არ გიშვებენ? ადგილი აღარ არის. საცა მივდვარ გააგდებენ, საცა მივდვარ გააგდებენ. გარეთთან ვიყავი და იქიდან გამაგდა. დახლი წარიელი, იცით იქიდან არაფერი არ ეყიდება. ერთი დახლია წარიელი, იცით არაფერი არ ეყიდება. წარიელი ადგილებია, რათა თქვენ წამოდი ახლა მე წამიყვანო. ადგილია იქა. ადგილის მეტი რა არის წამოდი. არაფერი არ ეყიდება. ნუ ატყვენ, როგორ არ ეყიდება? ხალები როგორ ვაჭრობენ აბა. არაფერი არ ეყიდება იქა. ადგილების მეტი რა არის, მაგრამ ესენი არ არის. ერთი დახლია. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, ბაზარში 100-მდე დახლია თავისუფალი. მიუხედავად ამისა, ყოფილი გარემოვაჭრეების ნაწილი დახლთან არ დგება და საქონელი პირდაპირ მიწაზე აქვთ გაშლილი. საერთოდ ბაზარში არავის არ აქვს უფლება დახლის გარეშე მიწიდან მივაჭრო. მაგრამ ეს ვინც გარეთ ვაჭრობა რო აიძალა ბაზრის შემოგარენში და რო შემოდიან ისევ ალაგებენ. აი კიბებზე და ციმებზე და თუ ნახეთ ყველგან არის დალაგებული. ჩვენ უგზავნავთ და მიყვავდა ვაძებთ ადგილებს. ადგილები ბევრია. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, კახეთში ამ დროისთვის 100 გეგმიური და 36 არაგეგმიური ინსპექტირებაა ჩატარებული. ასევე 12-ჯერ მოხდა არსებული სიტუაციის გადამოწმება. დარღვევების გამო კი 4 ბიზნეს ოპერატორი დაიგეთა.